სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს როგორც ხედავთ, კომენტარის აწყობის ვიდეო გვექნება. ესეთი ვიდეოები ჩემარხზე ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს და თქვენს კომენტარებში ყველაზე ხშირად კომენტარის აწყობის ვიდეოს ითხოვთ ხოლმე. ნაწილები და მონაცემები პრინციპში არჩეული არის მომხმარებლის მიერ და მომხმარებელს უწყობთ ამ კომპიუტერს. მოკლედ გეტყვით რა მონაცემებზე ვაწყობთ ამ კომპიუტერს და შემდეგ უკვე დავიწყოთ unboxing-ი და აწყობა. ვაწყობთ Intel-ის მე-12 თაობის i7-ის პროცესორის ბაზაზე. ეს არის Intel i7 12700KF-ი, დედადაფა ავიღეთ Z690 ჩიპსეტზე, top chipset-ზე და გაგრძელებას რაც შეეხება 360 მმ-იანი წყლის გაგრძელებას ვაყენებ. კვება გვაქვს 650 ვატიანი, რომელიც სრულად ეყოფა ამ კომპლექტაციას, იმიტომ რომ ვიდეო ბარათს RTX 3060 ვაყენებთ, 32 GB DDR5 ოპერატიული მეხსიერება გვექნება 6000 მეგატრანსფერწამიანი. მეხსიერებაც გვაქვს Kingston-ის 1 TB-იან M2 SSD-ს ჩავაყენებთ. ეს არის Kingston Fury Renegade, რომელიც არის ყველაზე top SSD Kingston-ის line-up-ში. აი, მოდი დავიწყოთ პრინციპში. პროცესორი გვაქვს აი ესეთი, რომელიც გითხარით, i7 12700KF-ი, გავხსნათ. ეს ჩვენი პროცესორი. გავხსნათ სოკეტი და ძალიან ფრთხილად უნდა მოვათავსოთ. აი ესე, პროცესორი მოვათავსეთ. ეხლა დავკეტოთ. აი MSI-ის მაზერბორდებზე არ მევასება ეს პირდაპირ არ ხტება რა, ცოტა ჯაჯგური გიწევს. მარტო MSI-ზე მაქვს შემჩნეული. ოპერატიულები Kingston Fury გვაქვს, 32 GB არის, clock speed 30 და 6000 მეგატრანსფერწამიანია სიჩქარე. ესეც ჩვენი ოპერატიულები. ძალიან ლამაზებია ეს Kingston Fury ბისტები. გავხსნათ მეორე და მეოთხე სლოტი, სადაც ვაყენებთ ჩვენ ოპერატიული მეხსიერების მოდულებს, რომ იმუშაოს ორარხიან რეჟიმში, ეგრეთ წოდებულ dual channel რეჟიმში. ეს ერთი, ესეც მეორე. Kingston Fury Renegade-ს ვაყენებთ 1 TB-იანს, რომელიც არის უსწრაფესი და ძალიან მაღალი გამძლეობა აქვს სხვათა შორის ამ SSD-ებს და მეც ეს მიყენია ჩემ პირად კომპიუტერში. ეს შეგვიძლია გავხიოთ, გავბრთხნათ, იმიტომ რომ ეს ყუთი შემდეგ უკვე აღარაფერში აღარ გამოდგება მაინც. ესეც ჩვენი Kingston Fury Renegade. უნდა მოვხსნათ ეს მეტალის რადიატორი, რომელიც არის SSD-ის გაგრილებისთვის. აი ესე ძალიან მარტივად ყენდება M2 SSD, ერთი ჩაწკაპუნება უნდა და აქ დაუჭერთ თავისი წვრილი M2-ის შურუპით. აი ეს დაფიქსირდა, ვაკავცილოთ პარკი უნდა ავაძროთ და ზევიდან მოვათავსებთ თავის რადიატორს, რომ გაცხელების შემთხვევაში გაგრილდეს ჩვენი მეხსიერების მოდული და მოუჭერთ ისე რომ ძალიან გადაჭერა არ არის საჭირო, რომ არ დავაზიანოთ არაფერი, უბრალოდ ოდნავ რომ ვიგრძნოთ რომ მოეჭირა, აი ეს. დედადაფის кейსში ჩაყენებამდე აუცილებლად უნდა დავაყენოთ აი ეს ფარი თუ რაც ქვია უკანა პანელი, იმიტომ რომ თუ ეს დაგვავიწყდა, შემდეგ მოგვიწევს დედადაფის ამოღება кейსიდან და შემდეგ ამის დაყენება და თავიდან ჩაყენება, ამიტომ ეს არ დაგვავიწყდეს. кейსს ვიყენებთ Deepcool-ის CG520 4F ან 4F ნიშნავს 4 ფანი მოყვება. აი, გავხსნათ ეს ძალიან ლამაზი кейსია. ამ კონკრეტულ кейსში ჯერ არ ამიწვია სხვათა შორის არც ერთი კომპიუტერი და თქვენთან ერთად ავაწყობ ახლა პირველად. მოვხსნათ პანელები, ეს ასევე მაგნიტური მტვერისგან დამცავი ბადე. მოკლედ ყველაფერი უნდა მოვხსნათ, სანამ დავიწყებთ აწყობას, რომ გაგვიმართლდეს აწყობა. ესეც მოვხსნათ, შუშა რო არ დავაზიანოთ, შევინახოთ. რაც შეეხება ფანებს, რომლებიც აყენია ამ кейსში, არის ეს სამი ფანი RGB და არის ჰაერის შემომტან ორიენტაციაში, ესეთი ფანებია და ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ უმეტესობა кейსებს, ესეთი form factor-ის кейსებს უყენია ხოლმე ჰაერის გამტან ორიენტაციაში ფანები რა. და როგორც იქნა დაიწყეს кейსების მწარმოებლებმა ისეთი ფანების დაყენება, რომელიც ლამაზია წენიდან და თან არის ჰაერის შემომტანი. აი აქ უკან აყენია ერთი ჰაერის გამტანი ფანი და წყლის რადიატორს 360 მმ-იანს დავაყენებთ ზედა მხარეს, რომელიც იქნება ასევე ჰაერის გამტან ორიენტაციაში. კაი, მოდი ახლა წყლის გაგრილება გავხსნათ, ნახოთ როგორ მაგრდება დედადაფაზე, თუ სამაგრებია წინასწარ დასაყენებელი, დავამაგრებთ ამასაც და შემდეგ უკვე შევძლებთ რომ ჩავაყენოთ кейსში და მერე კვებაც გავხსნათ. გავხსნათ წყლის გაგრილებაც. ვაყენებთ 360 მმ-იანს, რომელიც სრულებით ეყოფა ამ პროცესორს და აწყობის შემდეგ აუცილებლად გავტესტავთ ტემპერატურაზეც. აი ესეთი ძალიან ლამაზი წყლის გაგრილების რადიატორი გვაქვს მეგობრებო, რომელიც ჩემი აზრით ამბილს მოუხდება. ძალიან დეტალებში არ ჩავეძიები მეგობრებო, რომელიც ატყენდება, მინდა რომ მოკლე ვიდეო გავაკეთო. თან ცოტა ვჩქარობთ, იმიტომ რომ ეჩქარება მომხმარებელს, რომელსაც უწყობთ ამ კომპიუტერს და მაქსიმალურად მოკლე დროში ვცდილობ რომ ავაწყო. ასე რომ კაბელები სად გავიყვანო, ნუ მკითხავთ, იმიტომ რომ ყველა кейსში სხვადასხვანაირად გავყავს კაბელები. ასევე ამ სადენების სიგრძეს გააჩნია, რა ნაწილს ვაყენებთ, ზოგს გრძელი აქვს, ზოგს მოკლე აქვს. და ამიტომ ყველა кейსში სხვადასხვანაირად ხდება ამის გაყვანა. ასე რომ
მაგკითხვას ყველა ვიდეოს კომენტარებში თითქმის ნუ მიწერთ. წარმოსახვა ჩართეთ და თქვენ როგორც გაგისწორდებათ და როგორც ჩათვლით რომ ლამაზად არის ეს სადენები გაყვანილი, ისე გაიყვანეთ ხოლმე და ყველაფერი დაამაგრეთ რომ არ იფართხუნოს. ჩავაყენეთ ეს უკანა სამაგრი, უკანა პანელი და ჩავაყენოთ ახლა დედა დაფაც ჩავდგათ თავის ადგილზე. და დაუჭერთ ახლა, დაუჭერთ ახლა შურუპებით. ესე დაუჭიროთ ყველა შურუპი. აი ასეთ მდგომარეობაში გვაქვს კომპიუტერი ამ ეტაპზე. ჩავაყენეთ кейსში დედადაფაზე დაყენებული ყველა ნაწილებით და ახლა გავხსნათ კვების ბლოკი. როგორც გითხარით, ვიყენებთ 650 ვატიანს, გიგაბაიტის ბრენდის არის. ესეც ჩვენი კვების ბლოკი. ნახოთ. არა, ლამაზად გამოიყურება. ეს კონკრეტული კვების ბლოკი ჯერ არ გამომიყენებია ბილდებში. და დღეს ჩავაყენებთ ამას. აი ესეთი ლამაზი კვების ბლოკია. საკმაოდ მძიმეა სხვათა შორის. კვების ბლოკი ამ кейსში დგება აი ესე. ესეთ кейსებს ზოგადად ეძახიან dual chambers, ანუ ორ განყოფილებიან кейსებს და აქეთ მხარეს არის გამოყოფილი ცალკე ეს კვებების და კაბელების და რაღაცეებისთვის ცალკე დიდი ესეთი განიერი ადგილი რა. და ეხლა მოდი ეს კვება დავაშურუპოთ აქ, დავამაგროთ თავის ადგილზე. შურუპებიც დავამაგრეთ. ეს ჩვენი კვების ბლოკი. კაბელებს ერთადერთი იმას გეტყვით, რომ აქ დავაერთეთ დედადაფის დენის ანუ კვების კაბელი და ასევე დავაერთეთ პროცესორის დენის კაბელები, იმიტომ რომ ახლა წყლის გაგრილებას რო დავაყენებთ, აქ ძალიან გაგვიჭირდება აქ მიდგომა. წყლის გაგრილებაც, როგორც ხედავთ, რადიატორი დავაყენეთ ზევით, ძალიან ლამაზი კომპიუტერი გამოდის, უკვე შემიძლია ვთქვა. ახლა სამაგრებს დავაყენებთ უკანა მხრიდან დედადაფაზე და შეგვიძლია უკვე ბლოკიც დავაყენოთ. გადავანაწილებთ ახლა ამას და დავაყენებთ ბლოკს. არ დაგვავიწყდეს, არ დაუშვათ დამწყების შეცდომა და ავაზროთ პარკი და დავაყენოთ უკვე ბლოკი პროცესორზე. აი ესეთ ორიენტაციაში დავაყენეთ ბლოკი პროცესორზე, რომ მილები ქონდეს მარცხენა მხარეს, ესე ბევრად უფრო ლამაზი არის და სხვაობა რეალურად არანაირი არ არის. როდესაც მილები მარჯვენა მხარეს არის, ოპერატიულის პირველ სლოტში ჩაყენებას უშლის ხოლმე ხელს. ამიტომ დავაყენეთ ეს. ეხლა უკვე ეს სადენები აქ რო არის, ყველაფერს გავიყვან, დავაერთებ თავის ადგილზე და შემდეგ უკვე ვიდეო ბარათსაც დავაყენეთ. პრინციპში ბევრი არაფერი დაგვრჩა კომპიუტერის ჩართვამდე. სადენებიც გავიყვანეთ, დაგვრჩა მხოლოდ ვიდეო ბარათის ჩაყენება და ამასაც ესე მარტივად ჩავაწყაპუნებთ. ესეც ეს. ესეც ასე მეგობრებო, დავასრულეთ ამ კომპიუტერის აწყობა. ძალიან ლამაზი რაღაც გამოვიდა, დენიც ჩავრთოთ და პირველი ჩართვა მოკლედ. აბა, აქედან ხედავ რომ აინთო უკვე შიგნით რაღაც RGB ფანები. კი ბატონო, ყველაფერი ტრიალებს, ყველაფერი მუშაობს. ეხლა Windows ჩავწერთ, რა დრაივერებს რაღაცებს გავამზადებთ და ტემპერატურაზე გავტესტავთ და შემდეგ უკვე ჩავდებთ ხუთში და გავატანთ მომხმარებელს. ესეც ასე მეგობრებო, ძალიან ლამაზი რაღაც გამოვიდა და ამეთანხმებით. საკმაოდ პატარა ვიდეო გამოვიდა, თუმცა კომპიუტერის აწყობის ვიდეო გინდოდათ და კომპიუტერის აწყობის ვიდეოც დავდე. მე კი დაგემშვიდობებით და ძალიან მალე ჩემი პირადი კომპიუტერის აწყობის ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. დროებით.